ქალაქი ბიბლიოთეკა ელექტრონული წიგნების სახლის საბასახელი პროექტის სახელია, რომლის პრეზენტაციაც თბილისის მერიაში გაიმართა. პროექტის ფარგლებში რამდენიმე თვეში წიგნის მოყვარულებს საშუალება ექნებათ თბილისში არსებული ცნობილი მწერლების სახელობის ქუჩებში განთავსებული სპეციალური სტენდებიდან საკუთარ სმარტფონებში საბას ბიბლიოთეკიდან წიგნები უფასოდ ჩამოტვირთონ. პროექტის პრეზენტაცია 2030-ის გადამღები ჯგუფიც დაესწრო. დეტალები კი ნახეთ ნათია ხართიშვილის რეპორტაჟში. ქალაქი ბიბლიოთეკა. მაჩაბელი, შავთელი, ასათიანი, ტაბიძე, ეს იმ ქუჩების არასრული ჩამონათვალია, სადაც ყოფნის შემთხვევაში სულმალი წიგნის მოყვარულები უფასოდ შეძლებენ ცნობილი მწერლების ნაწარმოებები საკუთარ სმარტფონებში ჩამოტვირთონ და მრავალფეროვანი პირადი ბიბლიოთეკა შექმნან. სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას ელექტრონულმა წიგნების სახლმა საბამ თბილისის მერიაში გამართულ სპეციალურ პრეზენტაციაზე მიაწოდა. ერთობლივი მუშაობის შედეგად მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ჩვენს ქალაქში განსაკუთრებით მნიშვნელოვან ადგილებში შეიქმნას ელექტრონული ბიბლიოთეკები, რომელიც კითხულს და დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს ელექტრონული ფორმით სმარტფონების მეშვეობით მიიღონ ელექტრონული წიგნები. ქალაქი ბიბლიოთეკა რომ წარმატებული პროექტი იქნება, ორგანიზატორებს ამაში ეჭვი არ ეპარება. ელექტრონული წიგნების სახლის დამფუძნებელი რატი ამაღლობელი ამბობს, რომ საბას ბიბლიოთეკაში ახლა 3000-მდე ელექტრონული წიგნია განთავსებული. მიიჩნევს, რომ ქალაქის 300-მდე წერტილში უფასოდ მათი წაკითხვა მკითხველებისთვის დამატებითი კომფორტი იქნება. ახალგაზრდა თაობას ნაკლები დრო აქვს წიგნისათვის. ჩვენ გსურს ეს წიგნები სწორედ შემოვიტანოთ ამ ციფრულ მატარებლებში. და ადამიანი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მოძრაობს, აქვს შეიძლება მცირე პაუზა, შესაძლებლობა იქნება ქუჩაში თუ მეტროში თუ მუზეუმთან თუ სხვადასხვა ადგილზე ჩამოტვირთოს ესა თუ ის ნაწარმოები მისთვის საინტერესო და წაიკითხოს. იგივე მოსაზრებას იზიარებენ მკითხველებიც, რომელთა უმეტესობა წიგნის წაუკითხაობის მიზეზად ფინანსურ მდგომარეობას და დროის ფაქტორს ასახელებს. ყველა სტუდენტს უკვე სმარტფონი აქვს და ყველა შეიძლება უფასოდ გადმოიწეროს ელექტრონული წიგნი და მით უმეტეს, როდესაც პარკში ხარ და შუალედი გაქვს ლექციიდან ლექციამდე, შეგიძლია რომ გადმოტვირთო და წაიკითხო და დრო უფრო ნაყოფიერად გამოიყენო. როცა არ გაქვს იმის საშუალება, მით უმეტეს სტუდენტი, როცა ხარ რამდენი წიგნი იყიდო, ანუ რამდენი შენ გინდა, ხო? ძალიან კაი გამოსავალია, როცა ელექტრონულად შეგიძლია მით უმეტეს უფასოდ ჩამოტვირთო. ორიგინალური კონსტრუქციები ცნობილი მწერლების სახელობის ქუჩებში, პანთეონებთან და სკვერებთან განთავსდება. დღეიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია ორიგინალური დიზაინის კონსტრუქციების შექმნის იდეით მერიის კონკურსში მიიღოს მონაწილეობა. იმისათვის, რომ ეს პროექტი ორგანული ნაწილი გახდეს თბილისის, გამოცხადდა კონკურსი დიზაინის შერჩევაზე, სად განთავსდება, რომელ ადგილებში და რა დიზაინის იქნება ეს QR ბიბლიოთეკა. დღეიდან 2 კვირის მანძილზე საშუალება ექნება ყველა დაინტერესებულ პირს შემოიტანოს თავიანთი განაცხადი. ერთი ასეთი მობილური აუდიო ბიბლიოთეკა უკვე იკავებს ადგილს მარო მაყაშვილის პარკში. მწერალი გიორგი კეკელიძე, რომლის წიგნებსაც საბას ელექტრონულ ბიბლიოთეკაში ბევრი მკითხველი ჰყავს, მიიჩნევს, რომ მსგავსი ინიციატივები თანამედროვე მწერლებში შემოქმედებით გააქტიურებასაც შეუწყობს ხელს. ძალიან კარგი იქნება თუ თქვა საჯარო სივრცეში უკვე გამოჩნდება თანამედროვე ავტორების წიგნის ყდები, სახელები, დასახელებები ნაწარმოების და დღიურად მოხდება თვალში მოქალაქეებს, ისევე როგორც შეიძლება ეს თქვა მომღერლების ან სხვა დანარჩენი ადამიანების შემთხვევაში ხდება. ამიტომაც მე ამ თვალსაზრისითაც მივესალმები ამ ამბავს, რაც შეიძლება აქტიურები უნდა ვიყოთ, რომ თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესი იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი. თბილისის ლიტერატურული გზამკვლევი ქალაქი ბიბლიოთეკა დეკემბრის თვეში დასრულდება და მას მალე სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის ქუჩებში განთავსებული ხმოვანი წიგნებით შეემატება.